ვიწყებ საუბარს ლევან ყურაშვილთან, რომელიც შემოგვიერთა ამ სიუჟეტში ნახსენებ ძალიან კონკრეტული ფაქტების, მოლოდინების შესაჯერებლად, გასაზიარებლად. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას. შტამბეჭდავი გამარჯვება იყო, ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ და ბოლოს რომ სახელმწიფოს დისფუნქციურობის მოლოგი გამოვლინება არ ყოფილიყო და სტადიონზე არ შეჭრილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ბოთლებს დაუშენდნენ სტუმრეს, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლი და სამარცხვინო ფაქტი მოხდა და ძალიან ცუდია რომ ასეთი მოვლენების პრევენციას ვერ ახერხებს საქართველოს თავრობა და ვთქვათ თუ რეჟიმი, რომელიც საპოლიციო ძალებს არ ეშურებს ხოლმე ამისთვის სრულიად არასაჭირო სიტუაციებში. მაინც მომიწია ასე ვთქვათ ფეხბურთთან მიმართებაში რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეფასების გაკეთებაც, უბრალოდ სირცხვილია ის რაც მოხდა მატჩის შემდეგ სტადიონზე. მithumetes იმ ფონზე რომ ჩვენ გულშემატკივრებს ძალიან კარგად დახვდნენ სომხეთში და ერთად ისხდნენ ტრიბუნებზე ქართველები და სომხები ერევანში და არ პრობლემა არ ქონია. ძალიან კარგი განწყობა სუფევდა სტადიონზე სომეხ გულშემატკივრებსა და ბუნებრივია ქართულ გულშემატკივრებს შორის თითქოს მცირე ნაწილია, ხო ძალიან ვინც ნახავს მე შეგვიძლია ეს კადრებიც ვაჩვენოთ, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, იმიტომ კი რომ სტადიონს დააჯარიმებენ ამის გამო. უბრალოდ ეს რაღაც არ უნდა ხდებოდეს, რა ცივილიზებული ქვეყანა ვართ, ცივილიზებული ხალხი ვართ, მით უმეტეს ახლა სომხებთან ურთიერთობაში აქ ზედმეტია საერთოდ საუბარი ერთმანეთისათვის ამ ორი ერის მნიშვნელობაზე და ისტორიულ მეგობრობაზე, ამიტომ იმედი მაქვს რომ ამას სერიოზულად არც არავინ მიიღებს, მაგრამ სამწუხარო დეტალია, რომლის პრევენციაც ყოველთვის შეიძლება ხოლმე. ლევან, დავიწყოთ საუბარი უფრო დიდ და მძიმე თემებზე და ეს უკავშირდება მათ შორის ხვალ უკვე ჯედაში, საუდის არაბეთში მოლაპარაკებათა მორი გრაუნდს. ყველა ინტერესდელის ამას, რამდენადაც ვიცით, რომ იქ ჩადის როგორც უკრაინის დელეგაცია, ასევე რუსეთის დელეგაცია და თავისთავად ამერიკელი მომლაპარაკებლები. და ამ ამერიკელი მომლაპარაკებლებიდან ერთ-ერთმა ტაკერ კარლსონთან ისეთი ინტერვიუ მიცა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა მისი მონელება არა კონკრეტულად მაინც და მაინც უკრაინის, არამედ ზოგადად მსოფლიოს ცივილიზებული დემოკრატიული წესების პატივისმცემელი ადამიანებისათვის მსოფლიოს ყველა კუთხეში, ასე ვთქვათ, რა. თავად როგორ შეაფასებდი იმ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ცხადია ხვალინდელი მოლაპარაკებების რაუნდის ფონზე. მოგესალმებით გიორგი, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო თქვენ გულისხმობთ ვიტკოფის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, არ იყო კარგი სამწუხაროდ, არა იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულად უკრაინას ეხებოდა. აქ საუბარი ხო არის ზოგადად მსოფლიო წესრიგზე, თუ როგორ მსოფლიო წესრიგი უნდა იყოს, რომ საზღვრების ურღვეობის პრინციპი უნდა მუშაობდეს და რაღაც ძალით და იარაღით საზღვრების გადასინჯვა კაცობრიობამ დატოვა მე-20 საუკუნეში ყოველ შემთხვევაში ცივილიზებულმა სამყარომ და ის საუბრობდა იმაზე რომ რუსებმა რაღაც რეფერენდუმი ჩაატარეს ამ რეგიონებში რუსულენოვანი მოსახლეობაა და განწყობა რუსეთისადმი პოზიტიურია, ამიტომ ჩვენ გვახსოვს ობიექტურად რო ვთქვათ, იქ ასე პირდაპირ რომ ეს ასე უნდა მოხდეს და ტერიტორიები არა, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს უზარმაზარ სიზნელებთან, სირთულეებთან არის დაკავშირებული, პირველ რიგში ამას არ მიიღებს არც უკრაინა და ამას არ აღიარებს არც საერთაშორისო საზოგადოება. შეუძლებელია ეს ვინმე მიიღოს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება აიღოს ხელში იარაღი და ესხას თავს მეზობელს და მერე მიითვისოს ტერიტორიები და ეს საერთაშორისო საზოგადოება უღიაროს, გაერო უღიაროს, ნორმალურმა ქვეყნებმა უღიაროს. ეს ხო შეუძლებელია ასე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მსოფლიოში არის უამრავი ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები აქვს მეზობლის მიმართ. ახლა უბრალოდ დავიწყოთ, ქვეყანას ვერ ვიპოვით, რომელსაც არ ექნება ტერიტორიული პრეტენზია მეზობლის მიმართ. ჩვენიდან რო დავიწყოთ, დავასრულოთ, რა ვიცი, ალბათ ყველაზე ნაკლები პრობლემა შეიძლება გრენლანდიელებს კონდეთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასე შეუძლებელია საზღვრების გადასინჯვა და ეს წარსულში დავტოვეთ ჩვენ და ასე უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება იმ რეფერენდუმს, რომელსაც ისაუბრეს, ხო? ეს ხო გვახსოვს არანაირი რეფერენდუმი იქ არ ჩატარებულა. ეს იყო ავტომატიანი ხალხი საარჩევნო ურნით ხელში მიდიოდნენ ადამიანებთან მარტივად რო თქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული რეფერენდუმები. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ იარაღის ნულით.
მოსახლეობის ნების გამოხატვაზე კი არა, საერთოდ მის რაიმე ტიპის იურიდიულ აქტად აღიარებას საუბარი ზედმეტი. ამაზე არ მინდა ბევრი დრო დავხარჯოთ, იმიტომ რომ მანამდე წლების განმავლობაში ბევრი გვაქვს ყოველს ნალაპარაკები, მაგრამ რატო დაჭირდა თქვენი აზრით ვიტკოვს, რომელიც სპეცარომადგენელი არის სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მაგრამ პუტინთან ასე ვთქვათ მესენჯერის როლს თამაშობს პრეზიდენტ ტრამპის, რატომ დაჭირდა ამ აქცენტების დასმა მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა მოსკოვიდან, ისაუბრა რაღაც პირადი ურთიერთობების მნიშვნელობასა და სიღრმეზე, მეგობრული ურთიერთობების კონტურებზე, იმაზე რომ პუტინმა მას შემდეგ რაც ტრამპზე თავდასხმა განხორციელდა, პუტინი მივიდა ადგილობრივ სალოცავში, მონახა მოძღვარი და მასთან ერთად ილოცა, ასე ვთქვათ, ტრამპის ჯანმრთელობისა და გადარჩენისთვის და ასე შემდეგ და სპეციალური სურათი, პორტრეტი დახატა თურმე რუსეთის საუკეთესო მხატვრის მეშვეობით შესრულებული და მან პირადად ჩამოუტანა ტრამპს და ის ძალიან გრძნობიარად აღიქვა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ჩვენება ვიტკოვს ჯეროდეს რომ პუტინი მორწმუნეა და მართლა გულით თვითონაც თქვა ასეთი რაღაცა, როცა მივდიოდიო შეხვედრაზე, უთხრა მაინც რაღაც ინსტრუქტორს ჩაუტარეს ხო და უთხრეს რომ პუტინი არის გამოცდილი კგბ-შნიკი არის, სპეცსამსახურის თანამშრომელი და მისი პროფესიის ნაწილი არის მანიპულირება ადამიანების განწყობებით და ასე შემდეგ, ხო? ეს არა მარტო კგბ-ს, არამედ ნებისმიერი სპეცსამსახურის მოქმედების იარაღია და აბა როგორ ჩემზე როგორ მოახდენდა, ანუ დარწმუნებული ვარ არც ტრამპია ესეთი მარტივი ტიპი, რომ ასეთ რაღაცებს ანიჯერებდეს, ან ყოველ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე შორს მიმავალ დასკვნებს აკეთებს. რისი მიღწევა სურს, მოკლედ რო ვთქვათ, ტრამპს ამ ვიტკოფისნაირი უცნაურად მოლაპარაკე ადამიანებით. ტრამპი რო არ არის მარტივი ტიპი და ესე მარტივად ვერ დააჯერებ პუტინის მორწმუნეობას, გასაგებია ადამიანი, რომელმაც ორჯერ მოიგო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, თან ორჯერ მოიგო კი არა, ჯერ წააგო შუაში და მერე მოიგო, რაც რა ვიცი, მე ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელი გასაკეთებელია, ხო? ასეთი ადამიანს მიამიტური რაღაც ტყუილებით დააჯერო, ცოტა რთულია, უბრალოდ ეს ჩემი აზრით არის უბრალოდ რაღაცა ურთიერთგაცვლა, კომპლიმენტების იმისთვის, რომ ერთმანეთის ეგოები დაბუსტონ, შეგვიძლია ესე ვთქვათ. თუმცა რეალურ მოლაპარაკებებთან ამას თითქმის კავშირი არ აქვს, ეს უბრალოდ არის კიდევ ერთხელ ვამბობ რაღაც ერთმანეთის ეგოების მოფხანა, ერთმანეთის ეგოების მოფხანა, მაგრამ რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ნუ რუსებს აქვთ ისეთი მოთხოვნები, თითქმის შეუძლებელია ამ მოთხოვნებზე დათანხმება თუ მის მოდიფიცირება არ მოხდება და არა მხოლოდ საბოლოოდ ომის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისთვისაც კი ძალიან რთულია იმ მოთხოვნების დათანხმება, მათ რა სურთ, რომ ევროპამ არ მიაწოდოს იარაღი, ამერიკამ არ მიაწოდოს იარაღი, უკრაინამ შეწყვიტოს მობილიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან ისინი ცეცხლის შეწყვეტას. ეხლა ამერიკელების მხრიდანაც რო შევხედოთ, ხო, ამერიკელებს მათი დახმარება უკრაინის მიმართ აქვთ ბერკეტად, რომ უკრაინა წამოიყვანონ რაღაც გარკვეულ დათმობებზე იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. მათი ყველაზე მთავარი იარაღი ხელში ამ წუთას არის სწორედ იარაღის დახმარების შეწყვეტა. თუ იარაღი აღარ დაეხმარება ამერიკა, მაშინ სამშვიდობო ხელშეკრულებას რატომ დადებს საერთოდ უკრაინა, თუ ისედაც არ ექნება მას იარაღი? ხო, ეს შეუძლებელია ამერიკელებმა ეს იარაღი დათმონ უბრალოდ იმისთვის, რომ ეს პუტინს სურს. აღარაფერს ვლაპარაკობ ევროპელებზე, რომლებიცგანაც ასევე ითხოვს დახმარების შეწყვეტას პუტინი და მობილიზაციის გაჩერებას. ესე იგი პუტინს უნდა, რომ ახლა 30 დღით გააფორმოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, უკრაინამ გააჩეროს შეიარაღების მიღება, გააჩეროს მობილიზაცია, 30 დღე ალბათ პუტინს არ ეყოფა, შეიძლება მერე კიდე გააგრძელოს 1 თვით, ან 3 თვით, ან 6 თვით, უკრაინა იმ დროს არაფერი არ ექნება, ვერ დააფინანსებს იმ არმიასაც კი, რომელიც ამ წუთას ყავს, იმიტომ რომ ფინანსურ დახმარების შეწყვეტაზეც არის საუბარი. შესაბამისად, ლანგრით უნდა პუტინს რომ მიიღოს უკრაინა, როცა ის ჩათვლის რომ მზად იქნება. ამ ფონზე კიდევ არ გამოგვსწრეს ჩაატაროს უკრაინაში ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. ანუ ამ ყველა დათმობებზე უნდა წავიდეს ზელენსკი როგორც პრეზიდენტი და შემდეგ უკვე მშვიდობიან პირობებში ჩაატაროს არჩევნები
ფაქტობრივად კაპიტულაციაზე ხელმომწერი პრეზიდენტის სტატუსით, პოლიტიკური ლიდერის სტატუსით და მიიღოს პუტინმა ის, რაც მას უნდა, ასე ვთქვათ, ანუ რასაც ვერ მიაღწია აქტიური სამხედრო მოქმედებები და ომით, იმას მიაღწიოს ამ ტიპის პოლიტიკური ჰიბრიდული აქტივობით უკვე უკრაინის დარჩენილ ტერიტორიაზე. ზუსტად თუ მას ეს გამოვა, ეს იქნება მისთვის იდეალური სცენარი, თუ არ გამოვა, ის იტყვის, რომ არ გამოდის სამშვიდობო მოლაპარაკება და რა ვქნა, ომი უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ უკრაინა არ არის მზად მოლაპარაკებისთვის. ჩვენ გვახსოვს გავსი ტიპის მოლაპარაკებები 2022 წლის მარტი-აპრილის თვეში, როცა მოლაპარაკებებიც არ ერქვა ამას პრინციპში, ეს იყო ულტიმატუმი, რომელიც რუსეთმა წაუყენა უკრაინას და იგივე ულტიმატუმს აყენებს ახლა მათ შორის ამას ემატება ნეიტრალური სტატუსი, ნატოზე უარის თქმა და ასე შემდეგ. ხო, ერთ-ერთი იგივეა, რასაც ითხოვდნენ 2022 წელს, როცა კიევთან იდგნენ და როცა საერთოდ უკრაინის სახელმწიფოების გადარჩენა, არ გადარჩენაზე იდგა საკითხი. ახლა ასე არ დგას საკითხი. ახლა საკითხი დგას შემდეგნაირად, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, ვის უფრო ეყოფა გამძლეობა, რომ ამ ომში გაიმარჯვოს. ასე არის, ერთი მხარე არის რუსეთი, რომლის არც ეკონომიკა არ იქ დღეში და არც ზოგადად პოლიტიკური ვითარება არ არის თლად სახარბიელო პუტინისთვის მიუხედავად იმისა, რომ იქ არც არჩევნები ტარდება და არც არაფერი, ეს ხალხი მილიონნახევრიანი არმია, რომლის დემობილიზაციაც უნდა მოხდეს შემდეგ, თუ ომი დასრულდება და ეს ხალხი მკვლელების არმია უნდა დაბრუნდნენ რუსეთში, ეს მეორე პოლიტიკური პრობლემა აუცილებლად გახდება მისთვის და მეორე მხარეს არის უკრაინა, რომელიც იბრძვის, რომელიც 2022 წელს თუ აწარმოებდა 1 მილიარდის სიარაღს, წელს აწარმოებს 35 მილიარდის სიარაღს, რომ ყავს უკრაინა, რომელსაც უკან უდგას მთელი ევროპა, რომელიც მარტო გერმანია გამოყოფს 500 მილიარდს საკუთარ შეიარაღებისთვის, მთლიანად ევროკავშირის არმია, ევროკავშირი როგორც სტრუქტურა გამოყოფს 800 მილიარდს და აქ არ შედის რა თქმა უნდა კიდე ცალკე ქვეყნები, რომლებიც ისედაც ხარჯავენ, მათ შორის პოლონეთი, რომელიც უზარმაზარ თანხებს ხარჯავს საკუთარ შეიარაღებაზე და 5%-ზე მეტი აქვს საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის. მოკლედ, ერთხარეს არის კარგად ეკონომიკურად წელში გამართული კავშირი, ევროკავშირის სახით და უკრაინა, რომელიც იბრძვის ამ ომში და რომელიც არ დამარცხდა და არც დამარცხდება მსგავსი ტიპის ომში, მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე წმინდა სამხედრო კუთხითაც შევხედოთ, ხო, თუ ვინმე ადევნებს თვალს ფრონტის ხაზიდან წამოსულ ვიდეოებს, ხო, თუ 2 წელს წინ ხედავდით სატანგო კოლონებს, ახლა ვხედავთ მოტოციკლების კოლონებს და ეგრეთ წოდებული ბუხანკები, რუსული მარშრუტკები, რომელთაც გადაადგილდებიან რუსები, იმიტომ რომ ტექნიკა არ აქვს. თან თავარი რა არის ამ ამბავში. თუ მაგალითად 2022 წელს რუსეთი იღებდა ამ ჯავშან ტექნიკას საწყობებიდან და არ უჯდებოდა ერთი თეთრი თუ არ ჩავთვლით მცირე კოსმეტიკურ რემონტს, ახლა ყველაფერს აწარმოებენ თავიდან. ამიტომ ეს ომი ახლა 2025 წელს გაცილებით ძვირი უჯდება რუსეთს, ვიდრე უჯდებოდა 2022 წელს. 2022 წელს T-80 თუ გამოყავდა საწყობიდან და ფრონტამდე მიყვანა უჯდებოდა რაღაც X თანხა, ახლა ახალი T-80-ის წარმოება და ფრონტამდე მიყვანა უჯდება 10 ჯერ მეტი, თუ არა უფრო მეტჯერ მეტი, იმიტომ რომ იქ ფაქტიურად ხარჯები არ ქონდა. ამიტომ ეს ომი არ არის მარტივი რუსეთისთვის, ამიტომაც უნდათ მათ რომ თუ გამოვა, ხო კარგი და თუ დაიყოლიებენ უკრაინას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ რაღაც მათთვის მისაღები პირობებით დასრულდეს, ეს იქნება მათთვის იდეალური ვარიანტი. საერთოდ რო ლაპარაკობენ ამ ცეცხლშეწყვეტაზე, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ თლად კარგი სიტუაცია არ აქვს, თორე თუ ყველაფერი იდეალურად მაქვს და თუ არც ეკონომიკაშია პრობლემა, სამხედროებიც საკმარისი მყავს, ტექნიკაც საკმარისი მაქვს, რატო ვისაუბრებ საერთოდ თუ პუტინი ვარ, რა თქმა უნდა, საერთოდ ცეცხლშეწყვეტაზე გავაგზელებ ომს და მივიყვან ბოლომდე. უბრალოდ ყველამ გადასარევად იცის, მათ შორის პუტინმა პირველ რიგში იცის გადასარევად, რომ ის ამ ომს ასე ვერ მოიგებს. ეს ომი ამ სტილში რო გაგრძელდეს, წელიწადში 20 კილომეტრიანი წინსვლით, უკრაინის დამარცხებას პუტინის სიცოცხლე არ ეყოფა. უბრალოდ მათემატიკურად არ ეყოფა პუტინის სიცოცხლე, იმიტომ რომ ვერ მოესწრება ის ომის დასრულებას. ლევან, ამ მოლაპარაკებების ტაქტიკაში ბევრი რამ არის უცნაური, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული ფაქტები, რომლიდან დასკვნებით შეგვიძლია გამოვიტანოთ. მაგალითისათვის, იმავე ჯედაში თუ არ ვშტები, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებებს როცა წარმართავდნენ, შეიძლება იგივე სასტუმროში, ასევე სხვადასხვა სართულზე ჰამასის და ისრაელის სამთავრობო დელეგაცია ყავდათ. ტრამპი სერიოზულ ზეწოლას ახდენდა იმისთვის, რომ მიღწეულიყო ცეცხლის შეწყვეტის
და გამოცხადა დიდი ამბით, ანუ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ პირველი დიდი საერთაშორისო მიღწევა იყო ნამდვილად ის, რომ ნეთანიაჰუმ თავის მხრივ და აქეთ ჰამასის პოლიცსაბჭო გამოაცხადა, რომ გავჩერდით. და რამდენიმე დღეა ისეთი მასშტაბური ავიაირიშები ხორციელდება უკვე კვლავ ღაზას სექტორში. ამას დაემატა უკვე კვლავ სახმელეთო, ესე ვთქვათ, ოპერაციები ისრაელის არმიის, მსხვერპლი, საკმაოდ სერიოზული მსხვერპლი კვლავ. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ ერთი თვითაც კი ძლივს გაკაჭა, ასე ვთქვათ რა. რა მიიღო აქედან ან ტრამპმა, ან რა გაკვეთილების გამოტანა შეგვიძლია ჩვენ და ყველას, როცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება ასე სწრაფად დაირღვა გარანტირებული, ასე ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და პირიქით კიდევ უფრო მეტად იძაბება რეგიონში ვითარება. ჩვენ ვიცით, რომ მეორე ავიამზიდი ეს მთელი ეს დაჯგუფება მოემართება სპარსეთის ყურისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ახალი დიდი მასშტაბის ოპერაცია შეიძლება მზადდებოდეს, თუმცა ეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღი შეიძლება იყოს თავად ირანზე ამ შემთხვევაში, ხო? მაგრამ აი უკრაინასთან მიმართებაშიც ამ გაკვეთილიდან ჩვენ რა პერსპექტივები შეიძლება დავინახოთ? ერთადერთი რაც შეიძლება დავინახოთ არის ის, რაზეც ზელენსკი საუბრობს, რომ მას შეიძლება მყარი გარანტიები იმისთვის, რომ ომი არ განახლდეს. თუ იგივენაირი სცენარი განვითარდა, როცა უკრაინას არანაირი გარანტია არ ექნება, რომ ეს მშვიდობა იქნება დიდხნიანი, ხო? ზუსტად თქვენ რაზეც ისაუბრეთ, ახლა იგივე სცენარი განვითარდება, შეიძლება ამას ეს არ მოხდეს ერთ თვეში, ან არ მოხდეს ნახევარ წელში, იმიტომ რომ რუსეთსაც ჭირდება ამოს თქვა, რა თქმა უნდა, და იმ დანაკარგების შევსება, რომელიც მას აქვს, მაგრამ ის ამ ომს აუცილებლად განაახლებს, თუ აქეთ ამ მხრიდან არ იყო შესაბამისი გარანტიები და ეს გარანტიები რა შეიძლება იყოს? ნატოს მეხუთე მუხლი, რომელზეც მელონი საუბრობს, იტალიის პრემიერი, რომ უკრაინაზეც გავრცელდეს მისი ნატოში მიღების გარეშე. მეორე ვარიანტი არის დახმარების გაგრძელება, მათ შორის ამერიკის აქტიური შეიარაღება, მათ შორის ფინანსური დახმარება, იმიტომ რომ ამ არმიას რომელიც სამხედრო პლაცდარმად გადაქცევა უკრაინის, როგორც ევროპის აღმოსავლეთის ფრონტის მთავარი მებრძოლი ქვეყნის, რომ რუსეთს უბრალოდ არ კონდეთ თუნება თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კვლავ განაახლოს ეს ბრძოლა. მაგრამ მოდი აქვე ვახსენოთ აი დღევანდელი ინფორმაცია საღამოს ერთმა ევროპულმა გერმანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა იმის თაობაზე, რომ პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში იმის პარალელურად, რომ რუსეთმა ოფიციალურად დაანონსა ბელორუსის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლებები, ელიან რომ გაზაფხულზე შეიძლება ამ სამხედრო სწავლებებს მოყვეს ბალტიის ქვეყნების საზღვრის დარღვევა რუსეთის მხრიდან. ამას უკვე ძალიან სერიოზულად განიხილავენ ევროპაში და ამის ალბათობასაც უკვე უშვებენ. მე არ მგონია რომ რუსეთს ამ წუთას სანამ უკრაინასთან ომში რამე ძალა კონდეს ბალტიის ქვეყნებზე შეტევის, პირიქით ვიტყვი რომ ლიტველებს უფრო მეტი შანსი აქვთ მოსკოვამდე მარტივად ჩავიდნენ, ვიდრე პირიქით ეს რუსებს უფრო გაუჭირდებათ, იმიტომ რომ რეალურად თუ რამე ბრძოლის უნარიანი დანაყოფი ყავთ რუსებს ყველა არის უკრაინასთან ფრონტზე და ჩვენ გვახსოვს ამის მაგალითი რა მარტივია მოსკოვამდე მისვლა, როცა რუსეთი ომშია და ეს მაგალითი გვეჩვენა პრიგოჟინმა, როცა 2000 კაცით ისე გაიარა 500 კილომეტრი, რომ კაციშვილი მისი გამჩერებელი არავინ იყო, ბოლოს ტრაქტორებით თხრიდნენ სანგრებს, რომ როგორმე გაეჩერებინათ, მოსკოვის შესასვლელში. ხო, მოსკოვის შესასვლელში და თუ არ მეშლება ერთი ორი კვირის წინ ისაუბრა ლუკაშენკომ, რომ მან გადააფიქრებინა პრიგოჟინს, იმიტომ რომ მან უთხრა, რომ ბელარუსის არმიას გააგზავნა მოსკოვის დასაცავად და მხოლოდ ამან გააჩერა პრიგოჟინი. ამიტომ ამ წუთას თუ მეორე ნაწილი ცოტა არასერიოზული იყო თვითონ პრიგოჟინისთვისაც, მაგრამ რა მამამისის თუ დედამისისაც მიირთვა თავად პრიგოჟინმა იმის გამო რომ ლუკაშენკოს დაუჯერა, ერთ თვეში ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა ცაში. უცნაურია რომ ამ ხელა გამოცდილების კაც პრიგოჟინზე მაქვს საუბარი რომ ასე სიტყვაზე დათანხმდა ამ ორ ადამიანს, მაგრამ ნუ ეგ სხვა ამბავია და იმის თქმა მინდა რომ ამ წუთას მოსკოვამდე ჩასვლა უფრო ადვილია, თუ უკრაინის ფრონტ ან უკრაინელებზე არ მაქვს საუბარი, მე ვამბობ რომ სხვა ყველა მოსაზღვრე რეგიონებიდან არმიები მოხსნა პუტინმა და ყველა ყავს გადასროლილი უკრაინაში და რომ არ ეყო ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები ჩამოიყვანა, ეხლა ეს ხო ფაქტია. ამიტომ ამ წუთას პუტინს ამის რესურსი არ აქვს. მე თქვენს ლოგიკას მოვყვები მთლიან და გეთახმებით ამაში, უბრალოდ მე გეტყვით ჩემსაც რატო ხდება ასეთი ინტერპრეტაციების აქტიურად წამოწევა ევროპულ პრესაში. ჩემი აზრით ეს ხდება არა იმიტომ, რომ რეალური მოლოდინი აქვს, რომ ასე სწრაფად შეიძლება რუსეთი ევროპაზე შეტევაზე გადავიდეს, არამედ იმიტომ, რომ
ევროპული სახელმწიფოები დემოკრატიებია. საზოგადოებრივ აზრს აქვს გადამწყვეტი და დიდი მნიშვნელობა საარჩევნო ციკლების გათვალისწინებით განსაკუთრებით. ამდენად ევროპულ სახელმწიფოებს პოლიტიკურ ელიტებს ჭირდებათ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, გამოღვიძება, ასე ვთქვათ, ელიტებმა კი გამოიღვიძა რეალური საფრთხე დაინახა, მაგრამ საზოგადოებებს აი ეს 50-60 წლიანი მშვიდი ცხოვრების შემდეგ ამის გააზრება ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ, რომ ამერიკა გავიდა, გადის ამ უსაფრთხოების სისტემიდან და ისინი რჩებიან ერთ-ერთზე აი ამ ველურ ბარბაროსულ წარმონაქმნთან პუტინის რუსეთის სახით. ამიტომაც ამ ტიპის ინფორმაციებზე სერიოზული რეაგირებაც მათ შორის პოლიტიკურ დონეზე მე მგონია უფრო კარგი გაგებით, უფრო PR ელემენტი არის აი ამ ჰიბრიდულ ბრძოლაში შენივე საზოგადოების მოსაბილიზებლად. მით უმეტეს რომ არაფერი ამაში ტყუილი არც არის. აბსოლუტურად გეთანხმებით. ასეა ნამდვილად. რუსეთმა დააჩოქა უკრაინა თავის პირობებით, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა სრულიად დაუცველი რჩება. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. ასეა ნამდვილად ეს რაღაც ალარმისტული პოლიტიკაა ამ წუთას ევროპაში იმისთვის, რომ რაღაც მიძინებული საზოგადოება, რომელიც ზედმეტ კომფორტშია, გამოაფხიზლოს და დაანახოს მათ საჭიროება თუ რატო ხარჯავენ ისინი ამდენ ფულს თავდაცვისთვის, შეიარაღებისთვის. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და სწორი არის. და პლუს ამას ჩვენ სიკორსკის ინტერვიუს ნაწყვეტი გავუშვით თქვენ და სიკორსკი ამბობს ერთ ძალიან საინტერესო რამეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საუბრობ. მან თქვა რომ მოხდეს ესეთი შემთხვევა სასწაული და რუსული და უკრაინული არმიები, ანუ პუტინმა მოიპოვა პოლიტიკური გავლენა უკრაინაში. ეს ხო შესაძლებელია, შეიძლება ომით ვერ მოახერხოს, მაგრამ არჩევნებით მოახერხოს, ხო? აგერ გვაქვს მაგალითი საქართველოში, როცა ვერ მოახერხა ომით, მაგრამ მოახერხა არჩევნებით პოლიტიკური გავლენების მოპოვება, ხო? ჩვენ მაგალითზე რო ვთქვა. იგივე ხო შეიძლება თეორიაში დაუშვათ უკრაინას. აი, შემდეგ უკვე რუსულ და უკრაინულ გაერთიანებულ არმიას თუ ეს ამ წუთას მოუხსნელ დაუშვებელი ამბავი მოხდა. გაუნკლავდება მე ევროპა ვერ გაუნკლავდება მით უმეტეს ამერიკის გარეშე ჩვენ ვსაუბრობთ ორ ყველაზე გამოცდილ არმიაზე მათ შორის სამწუხაროდ რუსეთიც ამ წუთას 3 წელია თანამედროვე ომშია და ის ხალხი ვინც გადაურჩა დრონებს გადაურჩა ტყვიას და დაბომბვას იმ ხალხმა ისწავლა თავის გადარჩენა და ომი და მით უმეტეს ომი იციან უკრაინელებმა რომლებიც ამხელა ურდოს აკავებენ ხო ეს ამ ორი არმიის შეკავება შეუძლია ევროპას პირდაპირ გეტყვით რომ ამ წუთას ამის შანსიც არ აქვს მით უმეტეს თუ არ მოხდა ამერიკის ჩარევა და ამერიკის ჩარევაც რომ მოხდეს, როდის მოახერხებენ და სად უკრაინულ-რუსული არმიის გაჩერებას თეორიაში რო დაუშვათ, მე დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება, მაგრამ რო დაუშვათ, როდის მოახერხებენ, არავინ არ იცის, ამიტომ სწორია, რასაც ამბობს სიკორსკი, რასაც ამბობს ყველა ევროპელი ლიდერი, რომ მათ ახლა ჭირდებათ ფულის დახარჯვა, რომ არ მოხდეს იგივე, რაც არ მოხდეს ის, რაზეც ვსაუბრობთ, ხო? და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ წუთას უკრაინული არმია აკავებს რუსულ არმიას. თორემ უკრაინულის პრობლემა ეგრეთ წოდებულ უკრაინული პრობლემა, რასაც პუტინი ამბობს, ხო, თუ მოგვარდება და თუ მას გამოუთავისუფლდება ეს არმია, რომელიც ამ წუთას უკრაინაში ყავს დაკავებული, მე რა თქმა უნდა, ლიტვა და ლატვია საზომი ვერ იქნება რუსული არმიის, ამიტომ ამას გადასარევად ხვდებიან ევროპელები, გადასარევად ხვდებიან, რომ უკრაინული არმია არის მათი მთავარი უსაფრთხოების დამცველი ამ წუთას და მაგიტომაც აიარაღებენ და მაგიტომაც ხარჯავენ ფულს და გასაგებია, რომ ეს საფრთხე არ არის ამ წუთას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ხო, ამერიკის შეერთებული შტატები არის ოკეანის გაღმა და ევროპა არის აგერ ყურის ძირში, ამიტომ ევროპელებს გაცილებით ალარმისტული მიდგომა აქვთ და გაცილებით მეტად ხედავენ საფრთხეებს, გასაგებია რომ ამერიკელები ამას ისე სიფრთხილით არ ეკიდებიან, როგორც მაგალითად ევროპელები. ლევან, რამდენად სწორად იქცევა ზელენსკი? ფაქტია, რომ მან ძალიან სწრაფად მოახდინა ადაპტირება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ამ მნიშვნელოვან ცვლილებებთან. მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ხასიათის მრავალმხრივობასა და სირთულესთანაც და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინული დიპლომატია ძალიან ოსტატურად მანევრირებს პრინციპული პოზიციის შენარჩუნების პარალელურადაც. თავად ტრამპის გამოხმაურებები ძალიან პოზიტიური არის, მინერალების შეთანხმებები ასე შემდეგ რითიც იფუთება ეს ყველაფერი, ესე ძალიან დადებითად მოქმედებს, მაგრამ ვახსენოთ ისევ ეს ვიტკოფი, რომელიც მე ვერ მომინელებია, მაგრამ ძალიან რთულია იმ ყველაფრის გააზრება, რაზეც ამ კაცმა ისაუბრა, რადგან ოფიციალური სტატუსის მატარებელია თუ ხა ტაგერ კალსონისგან შეიძლება არ გავკვირვებოდა, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანები ტრამპის უახლოეს გარემოცვის ნაწილს არ მოადგენენ. ანუ
ხდება შტაბ-ჭრილება, რომ აი ამ უცნაური ტიპის მოვლენა, ერთის მხრივ იზოლაციონისტები, მეორეს მხრივ მდიდარი, მაგრამ საერთაშორისო განსაკუთრებით პოლიტიკაში, გეოპოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანების ამბიციებით დატვირთული ჯგუფები და მეორეს მხრივ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ჯგუფების შორის რაღაც წონასწორობის წერტილი ჯერ არ არის მონახული და ამის პარალელურად ზელენსკი და უკრაინა აგრძელებს უკვე საინტერესო დიპლომატიურ თამაშს. აი, რას უნდა ველოდოთ ხვალინდელი მოლაპარაკებებიდან ჯედაში და რამდენად სწორად მიყვება უკვე ზელენსკი თავისი გუნდით ამ პროცესს. ზელენსკის ამოცანა ბოლო პერიოდში იყო ერთადერთი, რომ ბურთი გადაეგდო რუსების მოედანზე, რომ ის რაღაც პირობებით დათანხმებულიყო. ამერიკელებისთვის მიეცათ სათქმელი, მოკლედ, რომ აგერდებს მაგიდაზე კონკრეტული წინადადება და ამ წინადადებით მისულიყვნენ რუსებთან. ამერიკელებმა ეს გააკეთეს, თუმცა რუსეთი ხედავთ, რომ ამას არ თანხდება და რეალურად რუსეთს არ უნდა ეს მშვიდობა. ფაქტია, იმიტომ რომ იდო მაგიდაზე ცეცხლის შეწყვეტა და რუსებმა ამას ხელი არ მოაწერეს და წამოაყენეს ისეთ პირობები, რომელსაც მათ ვერავინ ვერ შეუსრულებს. ზელენსკის ამოცანა კიდევ ერთხელ იყო ეს, რომ ის არ გამოჩენილიყო ამ მოლაპარაკებებში ამრევი და მშვიდობის არ მოსურდა. პირიქით უნდა მომხდარიყო და ეს მოხდა, კარგია. კარგი იქნებოდა ეს თეთრსახში მომხდარიყო მაშინ, რომ სამწუხარო ინციდენტი რაც მოხდა და შემდეგ მოხდა დროებით ამერიკის დახმარების შეჩერება, ეს რომ არ მომხდარიყო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ზელენსკი რასაც აკეთებს, გასაგებია, რასაც აკეთებს და სწორია, ის არის მშვიდობის ყოფილი, ის არის მოწადინებული იმისთვის, რომ ცეცხლი შეწყდეს და ვინც არ არის მოწადინებული არიან რუსები. რა შეიძლება მოხდეს ჯედაში რთული სათქმელია, იმიტომ რომ თუ რუსები ისევ გაჯიქდნენ და ისევ წამოაყენეს პირობა, რომ ცეცხლი სრულად რო შევწყვიტოთ, ამისთვის საჭიროა რომ უკრაინამ დახმარება არ მიიღოს, ცხადია რომ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ამას არ დათანხმდება არც უკრაინა, ვერ დათანხმდება ვერც ამერიკა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეწოლის იარაღია მათთვის ის რომ დახმარების შეჩერება შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში, თუ დახმარებას არ აძლევენ უკრაინას, მაშინ საერთოდ რა მოლაპარაკებებზე წაყვება უკრაინა, რა ბერკეტი რჩება მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის მოლაპარაკებათა მაგიდაზე დასასმელად, არაფერი. და მით უმეტეს არ დათანხმდება ევროკავშირი, თუ რატო არ დათანხმდება, ვისაუბრე უკვე მაგაზე, იმიტომ რომ ეს მათი უსაფრთხოების საკითხია. თუ რუსები დაიხევენ უკან და თუ მე არ მგონია რომ ხვალვე მოგვარდეს ეს ამბავი და ხვალვე გადაწყდეს თვიანი ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ შეიძლება შეთანხმდნენ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც არის მაგალითად ენერგოობიექტებს რაც ეხება, კონკრეტული ნუსხა იქნება დიდი ალბათობით, რომელსაც არ დაარტყამენ უკრაინელები და შესაბამისად არ დაარტყამენ რუსები უკრაინულ ენერგოობიექტებს და საუბარია ზღვაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს უფრო მეტად რუსეთს აწყობს, ვიდრე უკრაინას. ესეც არის, უბრალოდ უკრაინა დათმობაზე მიდის მშვიდობის სანაცვლოდ, თორემ რუსებს ამ წუთას აქვს ისეთი სიტუაცია, როცა მათი ფლოტი, შავი ზღვის ფლოტი, რაც გადარჩა იქიდან რაც ყავდათ, ნოვოროსისკის პორტიდან ვერ გამოდის. ვერ გამოდის იმიტომ, რომ უკრაინული დრონები, სადაც აწყდებიან, უშვებენ შავი ზღვის ფსკერზე. და ასევე ენერგოობიექტებზე, როცა ყოველდღე დარტყმებით აყენებს მილიარდობით ზარალს უკრაინა რუსეთს, მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა ენერგოობიექტებზე დარტყმის გამო. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას მსგავსი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ აქვს, ამიტომ რუსები რასაც აკეთებენ, უბრალოდ ურტყამენ ელექტროქვესადგურებს, რითიც ახდენენ უბრალო მოსახლეობის დაზიანებას და დაზარალებას და უშუქოდ დარჩენას, თორე სხვა ყველაფერში უკრაინა ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებს რუსეთს, ვიდრე პირიქით. ამიტომ რუსებს უნდა აწყობდეთ ეს, უბრალოდ მათ უნდათ მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არიან ჩვეულებრივი ხისთავიანები. ვიცით ჩვენ ახლა რუსეთის ბზნე და ბუნება არ გვესწავლება, ყოველთვის ხისთავიანებივით იქცეოდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში და მე რაზეც ხელს აწერდნენ, იმას არ ღვევდნენ კიდეც. ამ მოლაპარაკებებში ერთადერთი რის იმედიც უნდა გქონდეს ჩვენ, არის ზუსტად მათი ხისთავიანობა, რომ ისინი იმდენად ხისთავიანები არიან, რომ ვერ მივლენ იმ შეთანხმებამდე, რომელიც მათთვისაც იქნება მომგებიანი და იძულებულს გახდიან ამერიკას, რომ გააგრძელოს უკრაინის დახმარება იქამდე, სანამ უკრაინელები არ გაიმარჯვებენ. მე მესმის რომ ტრამპის თავარი სურვილი არის ის, რომ იყოს მშვიდობა, მიუხედავად იმისა, თუ მირას დათმობს, მისთვის ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი, ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მისთვის თავარია, რომ მისი ნათქვამი სიტყვა შესრულდეს, რომ დამყარდეს მშვიდობა ევროპაში, რამდენი ხნით დამყარდება, რა პირობებით დამყარდება, ეს არ არის მისთვის გადამწყვეტი, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი, მაგრამ რუსები ჩემი აზრით გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს არ გამოვიდეს.
ლევან ყურაშვილი, ძალიან დიდი მადლობა ლევან. მადლობა. დაგემშვიდობები.